ლარიც კარგაზნობს, და ივანიშვილიც კარგაზნობს, მაგრამ ადამიანები რაფერი გძნობს თავს. აქ სიამოვნებს პური რო გაძვირდა, გაზმაც რომ მოიმატა, პენსიამ არ მოიმატა, სამსახურები არ არის, ხალხი უმწევრ მდგომარეობაშია, ზოგი თავს იწვავს, ზოგი თავს იხჩობს. ჩვენ ყველა დავისჯებით მაგისთვის. არ უნდა გაგვაღიზიანოს ხელისუფლებამ თუ არა. დოლარის გაზდასთან ფასი გეიდება, აბა რა იზა. ხალხი მაპატიეთ და ფეხებზე კიდიათ. ძალიან უჭირს ხალხს. განსაკუთრებით ეხლა დოლართან შემართებაში. დოლარი რაშუაშია ჩვენთვის ლარიც მიუწვდომელია, უმუშევარი ხალხი ვართ, ქუჩაში ვართ. ჩვენთვის არც ლარია და არც დოლარია. საიდანაც მოვიდა ეს მთავრობა. გოდიში მოიხადათ ქართველი ხალხზე შეცდომაში შეყვანის გამო. და სამელეთში ჩაიდეს მშვიდად, კოხტად, ნორმალად გაფრიდეს სადაც ჯერ არს. ნუ გაძვირებული პროდუქტი ალბათ დროებითია, ესე ვფიქრობ, თორე ხა არავის არ სიამოვნებს, რომ ფასი ძვირდება, ხო ასეა, მიმოქს იმედი, რომ ეს ყველაფერი გასწორდება და დაალაგდება. გაძვირებული პროდუქცია ახლა როცა ყველაფერი ძვირდება და როცა დოლარიც ასე გაიქცევა, ის პროდუქციაც არ უნდა გაძვირდეს. იმიტომ რომ ყველაფერი დოლარზე არ შემოდის. მაგრამ აქ ისეთი ხალხია, რომ აი გაძვირდა და თავისი სამომხმარებლო კუთხით იყენებს ამ შემთხვევას ყველა.